ქვეყნის სახალხო მეურნეობის განვითარებაში გეოლოგიურ სამსახურს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი სამსახურის ჩამოყალიბება მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს უკავშირდება და ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიური კომპლექსური ექსპედიციის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს უწყება სოხუმში 1977 წელს შეიქმნა და საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიის მატარებელია. გეოლოგიის სამსახურს დევნილობაშიც არ შეუწყვეტია პროფესიული საქმიანობა და დღეისათვის მისი სამართალ მემკვიდრე საჯარო სამართლის იურიდიული პირი აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოა. აფხაზეთში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა გეოლოგიური საქმიანობა. ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიური ექსპედიცია ჩამოყალიბდა 1977 წელს სოხუმში. ეს იყო სტაციონარული გეოლოგიური ექსპედიცია, რომლის ბაზაც იყო ქალაქ სოხუმში. როცა ჩვენ დევნილები გავხდით, გადმოვიდა თბილისში და ფუნქციონირებდა საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის შენობაში და იქ იყო როგორც ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიური ექსპედიცია. შემდგომში ის შევიდა აფხაზეთის სტრუქტურის შემადგენლობაში როგორც გეოლოგიის დეპარტამენტი. შემდგომ შევიცვალეთ თვითონ ფორმა კანონმდებლობის შესაბამისად გახდა აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო სიპი. დევნილების პერიოდში ჩვენს მიერ განხორციელებული იქნა სახელმწიფო პროგრამები. ეს იყო საინჟინრო გეოლოგიური კვლევები აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამი ტომი იყო გაკეთებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მასალების შესახებ. ამის შემდეგ ჩვენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა გავაგრძელეთ ჩვენი საქმიანობა და ძირითადი მიმართულება ჩვენ ავირჩიეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საშიში გეოლოგიური პროცესები. კონკრეტულად ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა, ლითოდინამიკური მდგომარეობა, მეწყრული პროცესები, მონიტორინგი იმაზე, რა მდგომარეობაშია ის საბადოები, რომელიც არსებობს აფხაზეთში დღეს. აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს, როგორიცაა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ლითოდინამიკური მონიტორინგი და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება, გატანაზე ინფორმაციის მოპოვება და არსებული მექანიზმების გამოყენებით მასზე რეაგირება. პროვინციული ღონისძიებები იგეგმება თანამედროვე ინფორმაციულ სისტემებს ვიყენებთ. ვახორციელებთ დაკვირვებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვიკვლევთ მან საშიშ გეოლოგიურ მდგომარეობას. გეოლოგიის სააგენტო 2005 წლიდან არის დააფუძნა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ და დღევანდელი მდგომარეობით მაკონტროლებელი ორგანო არის აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. არსებობის მანძილზე კონფერენციები ჩატარდა, სადაც მოწვეული იყვნენ საელჩოების წარმომადგენლები, რომელთაც გავაცანით რა მდგომარეობა არის აფხაზეთში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააქვთ იქიდან ინერტული მასალა, რომლის აღდგენა მერე არ ხდება. ეს ყველაფერი მოქმედებს შავი ზღვის სანაპიროზე. აფხაზეთის მთავრობას ვაწვდით ამ ინფორმაციას. აფხაზეთის მთავრობას თავისთავად გააქვთ მოლაპარაკებებზე ჟენევაში. მასალები აფხაზეთიდან ძირითადად გადის რუსეთის ტერიტორიაზე. ოლიმპიადისთვის მზადება რო იყო სოჩში. დაიწყო 2012 წელს და ძლდებოდა 2014 წლამდე. ამ პერიოდში გაიტანეს სადღაც 10 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა. სადღაც ესე იგი 500-600 მილიონის ლარის საქონელი იყო გადანილი. ეს თვითღირებულებაზეა ლაპარაკი, თორე იქ რამდენად გაიყიდა და როგორ გაიყიდა, ეს სხვა ამბავია. დინამიკური წონასწორობიდან გამოდის სანაპირო ზოლი. რას ნიშნავს, რომ სხვა მოისწრაფის ნაპირისკენ, რეცხავს სანაპირო ზოლს და მოდის ნაპირისკენ. არის ისეთი მონაკვეთები, სადაც 20-25 მეტრა არის უკვე სხვა შემოსული ნაპირზე. აჭავებებს მიმდებარე ტერიტორიებს და გაუსაზღლის პირობებს ქმნის მაცხოვრებლებისთვის. უნიკალური რეკრეაციული ზონა ფუჭდება. საშიშ გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ახლა. აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო ორ სტრუქტურულ ერთეულს გეოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ სამსახურს აერთიანებს. ჰიდროგეოლოგიური სამსახურის ფუნქცია მოვალეობაა საქართველოს გეოლოგიურ ფონდებში აფხაზეთის ჰიდროგეოლოგიური მასალების მოძიება, დამუშავება, სისტემატიზაცია, ელექტრონული ვერსიების შექმნა. აგრეთვე აფხაზეთის მტკნარი, თერმული და მინერალური წყლების საინფორმაციო ბაზის შექმნა და ეკონომიკური შეფასება. ჩვენ ჰიდროგეოლოგიური სამსახურის ფუნქციებში შედის აგრეთვე ინფორმაციების მოპოვება აფხაზეთში მიმდინარე ჰიდროგეოლოგიური საქმიანობისა და უკანონო ჰიდრორესურსების მოპოვება გატანაზე. დღემდე გრძელდება
ავათხარაში მინერალური წყლის მოპოვება და გატანა რუსეთის ფედერაციაში. აღსანიშნავია, მინერალური წყლების ირგვლივ იქნება მკაცრი სანიტარული ზონები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით დარღვეულია აღნიშნული ზონა, რაც ქმნის საშიშროებას, დაბინძურებას მინერალური წყლის და თვით გარემოს. ამის თაობაზე აწვდით ინფორმაციას შემდგომ ორგანოებს შემდგომი რეაგირების მიზნით. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ინერტული მასალებისა და სხვა მინერალური რესურსების უკანონო მოპოვებისა და გატანის პრობლემებზე ძირითადად სააგენტოს გეოლოგიური სამსახური მუშაობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინერტული მასალების მასიური გატანის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ეკოკრიზისის დასაძლევად და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასაცავად ერთადერთი გზა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებაა. ამ კუთხით გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ინიციატივით სისტემატურად ეწყობა საერთაშორისო კონფერენციები. თუ აფხაზეთში მიდის ესეთი პროცესები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სხვა სანაპირო ზოლს არ ვნებს. გასაგებია, ტერიტორია ოკუპირებულია და ვის როგორც უნდა ისე სარგებლობს ამ შემთხვევით. იქ არავინ არ ეძებს ეკოლოგიას, არავინ არ კითხულობს თუ აქ შეიძლება გატანა, არ შეიძლება გატანა. ჩვენის ძალისხმევა იქითკენ უნდა დავმართოთ, რომ აი ეს შეწყდეს რა, ესეთი მოქმედებები სანაპირო ზოლის გასწვრივ. არ შეიძლება 20 კილომეტრზე ახლოს ზღვიდან ინერტული მასალის მოპოვება. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მიხედონ ამ საქმეს. უნდა შეიქმნას რაღაც დიდი ბიჭი იმისთვის, რომ ზეწოლა განახორციელონ აი ამ უკანონო მოპოვებებზე და აი ესეთ ეკოლოგიურ ქმედებებზე, რომელიც ხელს უშლის საერთოდ რეკრეაციული ზონის განვითარებას. მთავრობის თავმჯდომარე ბევრჯერ დაუყენებია საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვამზადებთ კონფერენციას, რომელიც იგეგმება ახლო მომავალში. პარლამენტიდან მოწვეული იქნებიან სტუმრები, საელჩოები იქნებიან მოწვეული, რომელთაც გავაცნობთ, რა შეიძლება გაკეთდეს შავი ზღვის სანაპირო რო იყოს დაცული. სააგენტოს მომზადებული აქვს საინტერესო გეოლოგიური გაანგარიშება, რომლის საფუძველზე ბოლო მონაცემებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინერალ-რესურსული კომპლექსი და მისი ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 20 მილიარდ 924 მილიონ დოლარს. როგორც სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტი ეკატერინე შერვაშიძე ამბობს, ოკუპირებულ აფხაზეთში ეს თანხები ცხადია მიზნობრივად არ იხარჯება. 1993 წლამდე საქართველოს გეოლოგიური სამსახურების მიერ მომზადებული იქნა ანგარიშები აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა საბადოს შესახებ. ბოლო წლებში ჩვენს მიერ იქნა გადაფასებული და გადახედილი არსებული საბადოების მდგომარეობა და დათვლილი არის დოლარში. არის სხვადასხვა საბადო ცნობილია, რომ არის როგორც მინერალური წყლების, ასევე არის თერმული წყლების, არის ოქროსა, ვერცხლის წყლის, არის მოსაპირკეთებელი ქვების და ასე შემდეგ. ეს აღემატება 20 მილიარდ დოლარს, რაც წესით უნდა შემოდიოდეს საქართველოს ბიუჯეტში. ვერ ვიტყვით, რომ ყველა დამუშავებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორიაზე ამის მარაგი არსებობს. აღნიშნული მოსაკრებლის თანხა, რა თქმა უნდა, არ შემოდის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ბიუჯეტში. აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტომ არსებობის მანძილზე არაერთ სახელმწიფო პროგრამასთან ერთად სოციალური პროექტებიც განახორციელა. მათ შორისაა დაბაწყნეთში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ოჯახებისთვის გატარებული ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადგილზე პროცესების შესწავლის საფუძველზე მომზადდა დასკვნა, სადაც გაიწერა რეკომენდაციები პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. შედეგად დაბაწყნეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა სანიაღვრეს სისტემა და დაზიანებისგან დაცულ იქნა დევნილთა საცხოვრებელი სახლები.